ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ საიდან უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი არსებობს და როგორ უნდა ვუჩვენოთ ეს სხვებსაც. Ფიქრობ, ყველაზე იოლი გზა ისაა, რომ ადამიანებს უთხრათ იმ შედეგების შესახებ, რომლებიც ღმერთმა დატოვა და რომლებიც გვაძლევს საფუძველს ფიქრისათვის, რომ ის ნამდვილად არსებობს. რადგან ისაა ყველა ამ შედეგის გამომწვევი მიზეზი. ღმერთის არსებობის შესახებ ასეთ შეგვიძლია ვთქვათ. ღმერთია საუკეთესო ახსნა იმისა, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო. საუკეთესო ახსნა სინამდვილისა. ერთ-ერთი სინამდვილე კი ისაა, რომ სამყარო არაფრიდან არის შექმნილი. არ იყო სივრცე, მატერია და დრო, მთელი სამყარო შეიქმნა და თუ რაღაც იქმნება, არ შეიძლება რომ მიზეზი, ანუ შემქმნელი სივრცის, მატერიისა და დროისგან იყოს შექმნილი. რადგან სივრცე, მატერია და დრო ქმნილებაა. მიზეზი უნდა იყოს სივრცის, დროისა და მატერიის მიღმა, ასევე პიროვნული. რატომ პიროვნული? იმიტომ რომ რაღაცის შესაქმნელად აუცილებელია არაფრიდან ქმნილების მდგომარეობაში გადასვლა და ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პიროვნებას შეუძლია. უპიროვნო ძალებს არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, მიზიდულობის ძალა თავად არწყვეტს რომ იმოქმედოს. მიზიდულობის ძალა უბრალოდ ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და სხვათა შორის ის სამყაროსთან ერთად შეიქმნა და მის შექმნამდე არ უარსებია.